თითქმის ერთკვირიანმა დიდთოვლობამ საქართველოში პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით რთულია ვითარება დასავლეთ საქართველოში, სადაც სოფლების ნაწილი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. დიდთოვლობის გამოგზებზე გადაადგილება ჭირს, ზოგჯერ კი შეუძლებელიცაა. ოჯახები ჩივიან საკვების, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის უქონლობას. ზოგს კი ოჯახის წევრები ამ დრომდე ვერ უკავშირდებიან. დიდთოვლობის დაწყებიდან პირველივე დღეებში სოციალურ ქსელში მოხალისეთა ჯგუფი შეიქმნა, სახელწოდებით მოხალისეები გურიისთვის. ამ ჯგუფმა მოქალაქეები გააერთიანა და ისინი ერთიანი ძალებით ცდილობენ მოსახლეობის ადგილზე დახმარებას. Გამოვედით მეგობრები, მესამე დღე არის, აქ ვარ და ზემო აკეთი იყო, იქ რამოდენიმე ლოკაცია, ზემო ნატანებთან იყო, კიდე ჩვენს გარდა კიდე სხვა ჯგუფებიც არის ჩვენთან ერთად და ისინიც დადიან გაუჩერებული გუშინ ამ დილას 6 საათზე შევედით უკვე მაშინ ბინაში რო დაუბრუნდით რა მთელი ღამე რაღაცა სხვადასხვა სამშობლო საქმიანობას ვეწეოდით. ყველაზე რთული რაც მთელი ამ დღეების მანძილზე გვესმოდა იყო ქვემო მამათი, რომელიც აქედან იქითა მიმართულებით არის წასასვლელი. ბოლო 2 დღის მანძილზე ვცდილობდით რომ აქ ამოსულიყავით რომ აქედან სპეციალური ტექნიკით ეს არის მოტოციკლეტი გადაკეთებული თოვლზე სასიარულოდ და ამ ტექნიკით რომ მე გადასულიყვნენ იქ ხალხია ბევრი, რამდენადაც ვიცით, არანაირი კონტაქტი არ არის, არც ვიცით რა მდგომარეობაა. თუ აქაური არ ხართ, ვერ მიხვდებით, სად არის გზა, სად ხევი და შეიძლება დაუშვათ არხზე იყოს თოვლი ისე რომ გაივლი ჩავარდე და ასე შემდეგ. იყო ესეთი შემთხვევები სხვა მიმართულებაზე. ეს მოტოციკლეტებია, ეს 2 რაიდერი ეხა უკვე მოემზადა და უკვე დიდი ბარგის გადატანა ამას არ შეუძლია. აი ესე მაგდება. ეს გამგეობიდან გამოგვატანეს. საკვები არის. სხვადასხვა ფონდებიდან პაუერბანკები რაღაცები ყველა ცდილობს. რა მაქსიმალურად დავალავდა. ყველა ცდილობს დახმარებას. სტიქიის ზონიდან თბილისში გუშინ დაბრუნდა ანა ნაცარაშვილი, რომელმაც მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა გურიაში მოსახლეობას დახმარებოდა. ის ამბობს, რომ მიუვალ ადგილებში გადაადგილების გამოცდილება ჰქონდათ და 3 მანქანით 30 ოჯახზე გათვლილი პროდუქტები წაიღეს, თუმცა წუხს, რომ ყველასთან მისვლა მაინც ვერ მოახერხეს. რაც ძალიან უჭირდათ იყო პური და სამთელი და ესენიც დარიგდა ადგილზე. იყო ის რომ უფრო მგონი შეშინებულები იყვნენ ძალიან თან წინა დღისით იყო ტრაქტორი გავლილი თორეს ან მანამდე რომ ამოსულიყავით ვერ ამოხვიდოდით ესეთ რაღაც გითხრეს მოსახლეობამ გაგვიმართლა რაღაცნაირად ჩვენც ისეთი ადგილი ავარჩიეთ უკვე ტრაქტორით რადგან მცირეზე გავლილი იყო რომ ჩვენ შევძლებოდა ასვლა და გვენახა ადამიანები. მათთვის ვიყავით რაღაცნაირად იმედი ეს განცდა დამრჩა. მედიკამენტების საჭიროება იყო ძალიან ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევები, ბავშვები ესე ბევრი არ მინახავს, თუმცა ოჯახები გარეთ გამოდიოდნენ და გარეთ უნახულობდნენ და ისინი გვეუბნებოდნენ რომ თუ გაქვთ ბავშვის პამპერსი და საკვები, ფაფები, თუ გაქვთ რომ მიგვეცა, თუმცა სამწუხაროდ ეს არ ქონდა, რადგან აი მართლა ძალიან მცირე დროში მოხდა ამ ყველაფრის ორგანიზება და წასვლა აი მხოლოდ პროდუქტები შევწერით, რომ წაგვეღო და მცირე წამლების რაოდენობა. გარდა გურიისა, დიდთოვლობამ პრობლემები იმერეთში შექმნა. იმერეთის დასახმარებლადაც გამოჩნდა ხალხი და მათაც შექმნეს საგანგებო ჯგუფი Facebook-ზე. ამ ჯგუფში იმერეთის სოფლებში მცხოვრებნი თავიანთ პრობლემებს ეწერენ. მოხალისეები კი მათ დახმარებას ცდილობენ. ერთ-ერთი მათგანი გივი არიშვილია, რომელიც სხვა მოხალისეებთან ერთად ქუთაისიდან დაიძრა გაჭირვებაში ჩავარდნილი სოფლებისაკენ. წამოვედით მოხალისეები ქუთაისიდან, რომ ამოსულიყავით სოფელ შუბანში. ვიცით რომ იქაც რაც რთული მდგომარეობა არის ხალხი არის გამოკეტილი ძალიან დიდი თოვლი არის და ჩვენც ახლა ვიყავით ბაღდათის ერთ-ერთ ქუჩაზე გარეუბანში ვიყავით თბილისის ქუჩაზე რა ბოლო მოსახლესთან ვიყავით ასულებით რაც საერთოდ არ იყო გაყვალული თოვლი
დაახლოებით 2 მეტრ თოვლში, ალბათ შეიძლება მეტიც იყო, არ ვიცი, გვიწევდა გავყვალავში სიარული და იყო ძალიან რთული და რაც აუცილებელი საჭიროებები ჰქონდათ ამ ხალხს საკვები, წამლები, რაღაცები აუტანეთ და ვცდილობთ რომ სხვა ლოკაციებიც ვნახოთ, სადაც ჩვენი შესაძლებლობებით ავალთ. მეტნაკლებად იწმინდება, მაგრამ ძალიან არასაკმარისია, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ოფროუდ მანქანებით ავართ წამოსულები და ამათაც ძალიან უჭირთ ჩვეულებრივ ქუჩაზე გავლა რა. აი ცენტრალური ქუჩა თუ არ არის, იქ უკვე ფაქტობრივად ოფროუდ მანქანაც ვერ შემოდის. ერთი პრობლემა შეგვიძლია თოვლის ფეხსაცმელები არა გვაქვს და თოვლზე გადაადგილებაც ამიტომ იყო ჩვენთვის ძალიან რთული რა. და გვინდა რომ ეგ სახელდახელოდ მაინც დავამზადოთ. ანუ PPV მილებისგან მზადდება, ან შეიძლება რაღაც მოვახერხოთ, არ ვიცი და ასე უფრო გაგვიმარტივდება და უფრო მეტ ოჯახთან მივალთ. იმიტომ რომ თოვლის ფეხსაცმლის გარეშე გადაადგილება არის ძალიან რთული. წელამდე თოვში როცა ეფლობი, სამჯერ 4-ჯერ უფრო მეტ დროს და ენერგიას კარგავ გასასვლელად. გივი არიშვილი ამბობს, რომ მოხალისეები ერთმანეთს უკავშირდებიან, იკრიბებიან და იმ სოფლებისაკენ მიემართებიან, სადაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ.